მოგესალმებით. ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. წლის შემაჯამებელი გადაცემა. რა ხდება ავტოინდუსტრიაში, სიახლეები, რეკორდები და საინტერესო ფაქტები. BB-ლიზინგისა და Mitsubishi-ის პარტნიორობის ფარგლებში განვიხილეთ ახალი Mitsubishi Outlander-ი. როგორი ავტომობილია და რა ემოციები დაგვიტოვა იაპონიის სიამაყემ. მეურს, აი ეს პლასმასები, რაც არ გვხვდება, შეიძლება იგონოს დიზაინის ელემენტი. მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ავტომობილი შეიძლება იმყოფებოდეს ისეთ ქვეყნებში, სადაც ძალიან ხშირი არის უამინდობა, თოვლი და გზაზე მარილიც ხშირად გვხვდება ხოლმე. ზოგადად ავტომობილებს ესეთ რთულ პირობებში ხშირად ეწყებათ ხოლმე კოროზია. აი ეს პლასმასები სწორედ კოროზიისგან იცავს ამ ავტომობილს. მესამე რიგის სავარძელზე სამწუხაროდ მე ვერ ვეტევი, მაგრამ ჩემზე ბევრად გამხდარი ადამიანი თავისუფლად ჩაეტევა. აი ეს მატერიალები რაც აქ არის. არაფერი არ ხმაურობს, ძალიან რბილია ყველაფერი. აქაც ძალიან კომფორტული არის ხელის დასადები. ის რაც ეთერში ვერ მოხვდა, მაგრამ თქვენთვის ვაგროვებდით მთელი წლის განმავლობაში. BMG ავტოშოუში კურიოზების დროა. ჩემი სტუმრად გვეყოლება პირველი ქართველი ავტომიმომხილველი მიხეილ წულუკიძე. ვისაუბრებთ ფრანგულ ავტომობილებზე, ელექტრომობილებზე და პოტენციის პრობლემებზე. ჩინელები ისე არიან უკვე დანო, რომ ორი ძმაკაცი რო შეიკრება, რა ვქნათ, რა მოდი მანქანა გავაკეთოთ და ეგრევე მიდიან და ხსნიან წეთს. ეგრევე ხო. იმიტომ ძალიან გამარტივდა. დღეს რო 16 და 18 წლის ბიჭი სრულიად ელექტროავტომობილზე დაждდება, იმას უკვე 5-6 წელიწადში პოტენციასთან რა პრობლემები ექნება, არ ვიცი, ხა ანტირეკლამა არ გამომივიდეს, მაგრამ ასე რომ დაგველოდეთ, ძალიან საინტერესო და სახალისო გადაცემა გელოდება წინ. მოკლედ, ძალიან საინტერესო ავტოსიახლეები გვაქვს დღეისთვის მომზადებული. პირველი არის ესეთი, რომ ევროკავშირმა განაცხადა, რომ შიგაწვის რავიანი ავტომობილებიო არ უნდა აუკრძალოთ. ეგ 2023 წელს არ თქვეს, რომ უნდა აუკრძალოთ. 2015-ში უნდა აიკრძალოსო, რაღაცა დაადგინეს და ეხა უკვე გადავიდნენ იმაზე, რომ არაო, მოდიო, დავტოვოთო ისევ როგორც არისო. მე იქიდან გამართლება იყო, რომ იქ სამუშაო ადგილები არისო, რაღაცეებიო, ეს ხალხი უმუშევარი დარჩებოა, რომ აი მაინც ვფიქრობ, რომ ეს ელექტროავტომობილები ვერ ჩაანაცვლებენ რა. შიდაწვის რავიან ავტომობილებს. ელექტროავტომობილებმა რო ჩაანაცვლოს შიდაწვის რავის მქონე ავტომობილები, ძალიან ბევრი ბიზნესი დაზარალდება ამით. კი, მარტმა სხვათა შორის გამოუშვა ძალიან საინტერესო მოდელი, რომელიც არის 1800 კილომეტრს. ესეც ელექტროავტომობილია. ზომაში გაზარდეს ძალიან. Smart-ს რითი ვიცნობდით, რომ პატარა იყო, კომპაქტური იყო, მაგრამ გაზარდეს, დიდი გახადეს. დღესდღეობით აი რასაც უყურებ, ყველა ავტომწარმოებელი ზრდის თავის ავტომობილებს ზომაში. Renault არ ზრდის. აი Clio-ს არ ზრდის, მაგალითად. ინარჩუნებს, აი პერტო გაზარდა, აი გაადიდა და აი ხო და ეგ უნდა მეთქვა რა, რომ აი Honda იმიტომ გვიყვარს და იმიტომ გვიყვარდა ყველას, იყო პატარა კომპაქტური ცხელი hatchback იყო და ეხლა რა ვიცი, hatchback აღარ ქვია, არის sedani. Hatchback მარტო იმიტომ ქვია, რახან ის არის გაერთიანებული. იცი რა ვთქვი, შენი ავტომობილის ზომა რო იყოს ახალი ტაიპერი. ძალიან მაგარი იქნებოდა. ძალიან მაგარი პერფორმანსი ექნებოდა. აი ძალიან მაგარი. სხვათა შორის იგივე საკეთებს ახალი M5 რამ ხელა არის უკვე. არა, M5 ახლა მაინც ბიზნეს კლასის ავტომობილია, მაგაზე შევთანხმდეთ. ხო. ძალიან მაგარი ავტომობილია, მაგრამ პატარაოს უნდა იყოს კომფორტული, ჩქარიც, მანევრირებადის და ახალი რაც არის, მე ძალიან მომწონს. აი, M3. M3 ხო? M3 ზომა რა ვიცი, და 36 რამ ხელა იყო. ხო, არა, ეხა მაგასთან შედარებით. ნუ მე 46, ჩემი აზრით. მაგრამ მან დანო მაინც ვფიქრობ, რომ არა რეგულაციის ყველა ავტომწარმოებელი თავის ავტომობილს ადიდებს და ნუ ხო, მაგრამ აი კრის ჰარისმაც ხო გითხრა ჩვენ საუბარში, აი მაგალითად ეს რეგულაციები მოვაშოროთო საერთოდ, აი ნახავთო რა ავტომობილებს შეიძლება გააკეთოს, თუნდაც BMW სიგიჟე იქნება. აი ინჟინერები უკვე ისეთ რაღაცებს გააკეთებენ, რომ აი სასწაულია. რეგულაციები და მარკეტოლოგები რომ მოვაშოროთ კომპანიებს. მე მგონი 90-იანებში როგორი ავტომობილები იქნებოდა, იგივე იქნება. აი წარმოიდგინეთ ჩინურ ავტომობილებსაც რომ მოვაშოროთ მარკეტოლოგები და რაღაცა რეგულაციები. სხვათა შორის ჩინეთმა ხო თქვა, რომ ისაო 0-100-ო 5 წამზე ნაკლებ დროში აღარო. თუ რაღაცა სპეციალურ ადგილას არ ახარო.
ეგეთი რაღაც აკრძალვა იმას. ეხლა რაღაც იმას დააყენებენ, რა ქვია, აპლიკაციას, რომ ვეღარია. სხვათა შორის Xiaomi-ს არა აქვს, ეგ ავტოდრომზე თუ არ ხარ, ბოლომდე ვერ იყენებ performance ავტომობილის. აი, ქართველები ამას მოვიფიქრებთ მოვაწყოთ. 800 ცხენის ზალა აქვს და 500 ცხენის ზალას გაგავს მარტო ქალაქში. ნუ ხა არც ეგ არ არის ცოტა, მაგრამ მაინც აი მგონია რომ ეგეთი შეზღუდვები. აი მაგალითად ინტერნეტმა გაჭედა, Wi-Fi-ი გაჭედა. რაღაცა მოხდა და იმ დროს ტრეკზე ავტოდრომზე გჭირდება ის სიმძლავრე და აჭერდა სად არის. შენ იცი რუსეთში რა მოხდა? რა მოხდა? მოკლედ ერთ-ერთი კომპანიამ გაყიდა ჩინური ავტომობილი ლიზინგით. ხო. და ამ ადამიანმა ვინც შეიძინა, მოკლედ ლიზინგის თანხა არ გადაიხადა და ამ კომპანიამ შუა გზაში საცობში ეს ავტომობილი დაბლოკა. გააჩერა. ანუ ეგ არის ვიდეო, რომ ეს ტიპი რეკავს და საცობში ვარო და გამიაქტიურეთო, რომ საცობიდან გადავაყენო, სადმე დავაყენო. ნუ ძალიან სახალისო ვიდეო არის რა. არც თუ ვიპოვე, მე გაჩვენება. ნუ ეხა ეგეთი. ესეთი რაღაცები მოგველის წინ, მოკლედ იმის თქვა მინდა თუ ელექტროავტომობილები განვითარდა და განვითარდა. მოდი შევეხეთ Renault-საც და მოდი ვთქვათ, რომ როგორც ვიცით, ახალი Megane აღარ გამოვა. ეგეთი რაღაცა გვითხრეს. Megane-ზე გული დამწყდა რა, Megane-ზე გული მწყდება რა. ხო, ალბათ ერთადერთი ძალიან მაგარი პერფორმანსი. ერთადერთი ავტომობილი არის, მე მგონი, რომლის ყიდვაც ოპა, გინდა. დავაპირე, რომ ერთი იაპონიიდან ხო არ თქო, მაგრამ სხვათა შორის რას ამბობენ, ეხლა Clio რაც გამოვიდა ახალი, მაგის RS ვერსია შეიძლება გამოუშვან და სავარაუდოდ ალბათ 220 ცხენის ზალა იქნებაო. და აი რა ვერ გაცდენა 220 ცხენის ზალას რა. ფიქრობენ, არ ვიცი, საინტერესო იქნება. ხო და სხვათა შორის იცი ვინ არის ოპერაციების დირექტორი Renault-ის და გაყიდვების? Bruno Vanelli. ოვანიდან არის? არა. აი ვიცოდი რომ გვარი არის Vanelli. ქართველის ექნება ეხლა რაღაც. შეიძლება ბებია ეყოლება მეგრელი. უეჭველი აუცილებლად. მეგრელები ხო ყველგან ვარ ზოგადად. კი ბატონო. მოკლედ იაპონიაში ძალიან საინტერესო მიდგომა აქვთ თოლთან და მოყინულ გზებთან. იაპონელები ზოგადად ძალიან საინტერესო და ძალიან ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული და წესრიგის მოყვარული ხალხი არიან და ამიტომ მიყვარს იაპონური ყველაფერი საერთოდ ავტომობილები განსაკუთრებით. სპეციალური საწყავი სისტემები აქვთ ქალაქში, რომელიც ალღობს თოვს. და ეს სისტემები უშვებს თან რაღაცა მე მგონი თუ არ ვწდები გოგირდის წყალია თუ ცხელი შედარებით ის არის და უშვებენ ამას და ადნობენ ამ თოვს. ეს იცი რატო ხდება? აი ნებისმიერი ქვეყანა ავიღოთ. სხვა ქვეყანაში სხვა შორის ეგ შეიძლება იყოს. ყრიან მარილს და იქ ავტომობილები იჟანგება. მაგრამ ნახე მე რა ზოგადად სხვა ქვეყანაში არ არის ეს თბილი წყლები. ესე რა შეიძლება უფრო დამაზარალო ეხა სიუწყალს რო გაუშვებ და ის გაიყინება უფრო უარესია. მე გაათქონდა ისე გაუშვა რა პრობლემა არის. ანუ იაპონელებმა თუ მოიფიქრეს და აკეთებენ ამას. ანუ წიაღისეულიც აძლევს ეხა მაგის საშუალებას და მაგიტო თორე ხო მარტო სწორად იყენებენ ყველაფერს. კი, რა თქმა უნდა. რისი საშუალებაც მისცა იმ ადგილმა, სადაც არიან, ასე ვთქვათ, ცხოვრობენ, ყველაფერს სწორად იყენებენ და ამიტომ არიან ერთ-ერთი ძლიერები ავტოწარმოებაშიც და ნებისმიერ სხვა ტექნოლოგიებში. მოდი შევეხოთ საქართველოში რა სიახლეები გვაქვს მაგასაც, მოვიხილოთ, დაუბრუნდეთ მე უცხოურსაც. მოკლედ, როგორც მოგიხსენებათ, შეწყალება ელოდებათ ვისაც მართვის მოწმობა აქვს ჩამორთმეული იმ ადამიანებს. მაგრამ აქაც არის ერთი ნიუანსი, რაღაც მძიმე ნარკოდანაშაული, ვისაც აქვს ჩადენილი ან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი თუ იყო ვინმე იმ დროს, ამ ადამიანებს არ შეეხებათო ეს ყველაფერი. შენ რამდენად ემხრობი ამ ყველაფერს? მე დავეტყვი ჩემას, მე ვემხრობი იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ აქვს მძიმე დანაშაული რაღაც ისეთი ჩადენილი, უბრალოდ ქულები აღარ დარჩა რაღაცა ელემენტარულზე, აი გავმიჯნავ რა. ადამიანი, რომელიც მთვრალი საჭესთან ჯდება, ეს არის არასწორი ადამიანი. მე იმას მართვის მოწმობას 5 წლის ჩამოვართმევდი. მაგრამ ადამიანი, რომელიც ერთხელ მოაცურებს ავტომობილს და იმის გამო მართვის მოწმობას ჩამოვართმევ, ეს არასწორი არის. იმიტომ რომ ის ადამიანი, ვინც მანქანას აცურებს, ისიც დამნაშავეა კი, ნუ კი რაღაცას აშავებს, მაგრამ ხიზელი არის. და ისი აკეთებს ამ ყველაფერს, რომ ამან შეიძლება რაღაცა ცუდი არ გამოიწვიოს. მაგრამ როდესაც ადამიანი ხო რისკი ყოველთვის არის, მაგრამ ანუ შედარებით ვიძახი რა. როდესაც ადამიანი მთვრალი საჭესთან ჯდება, ეს არის გაუმართლებელი. მოკლედ, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობაც იწყება, მე მგონი, როგორც გვაქვს ინფორმაცია. ძალიან მაგარი ამბავია. იმედია, რომ განმუხტავს ცოტა ამ საცობებს. ბევრ ქვეყანაში მეც მინახია, რომ მთელი დიდი ავტობანი არ ტყამს. კი, წრესაც სხვადასხვა უბნებში ჩადის რა.
ესეთი რაღაც თუ გაკეთდება, ძალიან მისასალმებელია, ძალიან დასაფასებელია. ხო და იმედია ცოტა განიმუხტება, თორე უკვე ძალიან საგიჟეთი არის, გადაადგილება ძალიან რთული არის მართლა და რაღაცა სამოქმედო გეგმა სჭირდება ამ ყველაფერს, თორე ისე არა. სხვა შორის TBC კაპიტალმა გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო კვლევა, რომ საქართველოში 20 წელზე მეტი ასაკის არის 52% ავტომობილების. ხო. რატომ ალბათ თქვენ ხვდებით ამ ყველაფერს? ხო და ყველას გვინდა ახალი ავტომობილი დარწმუნებულია. გაჩნია რა ავტომობილს. იცი რა არის? არსებობს ძველი ავტომობილები, რომლებიც არიან კლასიკურები, რომლებიც არიან სახასიათო ავტომობილები. აი ხა მე ორივე ავტომობილი რაც ყავს არის ძველი და არის ორივე სახასიათო და ძალიან მიყვარს. და დარწმუნებული ვარ. გასული ახალ ავტომობილში? ყოველ შემთხვევაში დავფიქრდებოდი რა, ჩემი ორივე ავტომობილი არის. რენო მეგანი. არა, ჩემი ორივე ავტომობილი არის გამართული და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბევრ ახალ ავტომობილს ჯობია. კი ბატონო. ერთი ცუდი ამბავიც გვაქვს, ტრანზიტული ნომრის საფასური იზრდება 640%. და 50 ლარს თუ ვიხდიდით, ეღირება 370 ლარი. ძალიან ძვირია. ძალიან ძვირია. არ ვიცი. პირიქით, აი, რას ვფიქრობ? იცი რა არის? ესეთ რაღაცებს ხელი უნდა შეუწყოთ რა. ხო, მაგრამ ნახე, ასე გაძვირება არ შეიძლება რა. მაგრამ მეორე მომენტი რაც თქვენს ვითაც არის ჭყალებში თავის გამართლება ახსნა რაც იყო, რომ იმდენი შემოდისო და იმდენი ავტომობილი გადისო ქვეყნიდან, რომ რაღაცა უნდა დარეგულირდესო ხა ეს ყველაფერიო და თქვენ რომ ამდენს რომ შოულობთ, ჩვენც გვინდა შოულობთ. რა ახლობით ეგეთი, არა პროპორციული არისო რა. უცხოელებისთვის გააძვირონ და ჩვენთვის ქართველებისთვის დატოვონ იგივე ფასი რატომაც არა. ხო, არ ვიცი. ხო, ეს ანსუდის არ გადის არა. ყველა არ გადის ექსპორტზე კი არა, რავი რა, რამდენი გადის რო, ბევრ ჩამოყავს ძალიან ავტომობილები ხა, ხო და მე გადავჭი კიდე კაი 50 ლარი მომწე. ხო და არ ვიცი. ძალიან საინტერესო და სახალისო ამბავი მოხდა კიდე ამერიკაში არიზონელმა მამაკაცმა Lambo.com დომეინი შეიძინა თავის დროზე. ხო და ეს Lamborghini-ს მიწერა რომ აი ესეო ჩვენო ეს დომეინი გვაქვს ნაყიდიო და ხوار მოკიდოთ ძვირადო რა. ხო და Lamborghini შეიტანეს ეგრევე სარჩელი სასამართლოში და რამდენიმე მილიონი მოთხოვა 70 პლუსი მე მგონი როგორც ვიცი. ხო და ეხლა ესენიც გიჟები ხო არ არიან და უჩივლეს რა და ესეც მივიდა სასამართლოზე და აბაო შენი საიტიო გაჩვენეო ეკითხებიდან ეხლა ამას და ესო Lambo.com რატო არისო და ეს Lamb ხო იცი? რაც არის ინგლისურად ცხრის რაღაცა იმისისა გვაქვს რა საიტიო და აქ ვტვირთავთ ჩვენ სიახლეებსო რაღაცეებს და ეს საიტის დიდი ხანი გაჩერებული, გაყინული, სპეციალურად გამზადებული უკვე ესე უსასყიდლოდ ჩამოართვეს ამ ადამიანს და გადასცეს Lamborghini-ს ასე რომ არ გაუვიდა ესეთი მცდელობა. მოკლედ ჯილიმ გამოუშვა ახალი მოდელი Galaxy V900 ეს Samsung-ი არ არის ჯილია, იცოდე. ხო და გინეს რეკორდის დაამყარეს. ლაში ადამიანი ჩატევის რაოდენობაში 42 გოგონა ჩატენესო ეგრე წერა ჩინელები იყვნენ შენ ახლა რასიმზე ნუ გადადიხარ მან მოკლედ 42 ადამიანი ჩაეტია გოგონებზე არის საუბარი ძალიან საინტერესო არის კადრები შეგიძლიათ ახლა ნახოთ შენი აღნაგობის მქონე ადამიანი რამდენი ჩაეტა შენი აღნაგობის მქონე ადამიანი არ ვიცი რამდენი ჩაეტევა ალბათ აი ესეთი მოქეიფე ქართველი მამაკაცები რამდენი ჩაეტევენ აი კაი რა ხო და გინეს რეკორდებშიც შევიდნენ ძალიან საინტერესო ტესტი ჰქონდათ და აღნიშნო ხო და ესეთი უცნაური ამით მოხდნენ გინეს რეკორდებში. შეხო გახსოვს Honda Civic-ში რამდენი ვჯდებოდით ხო? 1 6 7 8 ადამიანიც ვართ. თავისუფლად. კი, ხო, ეს ჩვენი პირადი გინეს რეკორდია. როგორც ყველამ ვიცოდით, Toyota ჩუმად მუშაობდა ძალიან საინტერესო ავტომობილზე. არავინ არ ვიცოდით ეს რა იყო, მაგრამ უცებ ისეთი ავტომობილი გამოაგორეს. რომ არ ვიცი, ყველა ემოცია, ყველაფერი, აი დავიცალე უბრალოდ ფოტოს რო შევხედე. თქვენც ახლა ხედავთ ეკრანზე ამ ავტომობილს. ამ ავტომობილს კონკურენცია უნდა გაეწია Mercedes AMG GT-სთვის. GT3-ის სარბოლო სერიებში. უამრავი ანონსის, რეკლამის და სპეკულაციის შემდეგ მოკლედ მივიღეთ ძალიან სერიოზული წარმადობის მქონე ავტომობილი. GR GT3 და GR GT. ჩემი პირადი აზრით ეს ისეთი ავტომობილია და ისეთი პერფორმანსის მქონე არის, რომ რა ვიცი, გვეუფლება გრძნობა, რომ ლოდინი ნამდვილად ღირდა.
ახასიათებლებსაც შევეხოთ, ჯერ არ გაუსაჯაროებია Toyota-ს, მაგრამ დაახლოებით ვიცით, რომ არის 1750 კილოგრამი, ან ცოტა ნაკლები. ღერძებზე წინა და უკანა განაწილება ძალიან საინტერესოა, 45-55-თან. ძალიან კარგი სამართავი ავტომობილი იქნება ნამდვილად და არის 4 ლიტრიანი 2 ტურბინით აღჭურვილი ვერ ვაძრავი. Toyota როგორც ამბობს, GR GT-ს ექნებაო 651 ცხენის ძალა, ან შეიძლება მეტიცო და 850 ნიუტონ-მეტრიო. ესეც, არ ვიცი, მგონი აშკარად ძალიან კაი მაჩვენებელია. Lamborghini Super Trofeo სოფლიო ფინალი. გაიმართა იტალიაში და დასრულდა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო შედეგით. მოკლედ, ბატონმა შოთა აფხაზავამ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის გუნდთან ერთად მოიგო ეშეჩიბრი, გვინდა მიულოცოთ BMG ავტოს სახელით. მოვიკითხოთ აქედან და უსურვოთ წარმატებები. ძალიან საინტერესო შეჯიბრია, Lamborghini-ებით იმართება. Lamborghini-ის კლასი არის ასე ვთქვათ. კი. ხო და რა ვიცი, ისტორიული შედეგიც არის. მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული მათ ისტორიაში კიდევ ერთხელ უკვე ჩაეწერათ მეოთხედ მოიგეს. BB Leasing-ის და Mitsubishi-ის პარტნიორობის ფარგლებში გადავიკეთ ახალი Outlander-ი. მოკლედ ძალიან მაგარი მანქანა, მინდა ვთქვა რა. აი ხარისხი აქვს, აი არ ვიცი, გაუნჯობესებული კი არა, როცა ესე ავარდნენ. გახსოვს Kia-ს რო გადავიღეთ. Kia-ზეც ანალოგიურად, ანუ ძალიან მაგრამ ვაღიარებ Kia-ზე მეტად Mitsubishi მომეწონა. ძალიან მაგარი ავტომობილი არის მართლა. მატერიალები ისინი ყველაფერი აი არ ვიცი. ძალიან ხარისხიანი ავტომობილია, მინდა ვთქვა. Kia-ც ნუ არანაკლებია, მართვით მე ეს უფრო მომეწონა, რაღაცა უფრო ვისიამოვნე, უფრო მომყოლი ავტომობილია რა. ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ უფრო ცოტა სპორტული კუთხით ამ ყველაფერზე, მაგრამ მაინც რაღაცა უფრო მესიმპათიურება რა. თუნდაც ეს ქრომირებული დეტალებით რო არის და რაღაცა ძალიან სახასიათო ავტომობილია რა, მაინც იაპონური სული მოყვება რა. აი როგორც კი Mitsubishi გაივლის ჩემს გონებაში, EVO მახსენდება ეგრევე 3000 GT ეგრევე Pajero Evolution-ი Pajero აი რაღაცა Eclipse რომელიც ფარსაჟის პირველ ნაწილში არის. ქრომირებული შენი სტილი არის რაინის რო ეუნება. არ ვიცი რა, ნუ Mitsubishi არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბრენდი და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ბრენდი ჩემთვის. რაღაც პერიოდში რაღაც პატარა ტაიმ-აუტი ქონდა აღებული და დღეს ახლა რო ჩავჯექით და გავიარეთ ამ ავტომობილით, ძალიან ვისიამოვნე და ძალიან მომეწონა და მიხარია რომ კვლავ განაგრძობს ესეთი კარგი ავტომობილების გამოშვებას. აქვე მოდი სალიზინგოებსაც შევეხოთ. ჩვენი მეგობარი კომპანია არის BB Leasing-ი და რატო მაგასაც ახსნი? რავი, დღესდღეობით მე ბაზარზე რა, კომპანიებიც მოვიძიე, რაც ნახე, სხვადასხვა ფასები, პროცენტები ასე შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულია და არ ვიცი, მეც პირადად სამჯერ ვითანამშრომლე ამ კომპანიასთან და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯამში ძალიან კარგი პირობები შემომთავაზეს. კარგი, მოდი ახლა ვნახოთ სიუჟეტი და მე უკვე ძალიან სახალისო ამბით დაგიბრუნდებით ისევ სტუდიაში. BB Leasing-ის და Mitsubishi-ის პარტნიორობის ფარგლებში დღეს ტესტ-დრაივზე წამოვიყვანეთ ახალი Mitsubishi Outlander-ი. Mitsubishi-ის ისტორია 1917 წლიდან იწყება, როდესაც ბრენდმა პირველი იაპონური სერიული ავტომობილი Model A გამოუშვა. კომპანიის ფილოსოფია ყოველთვის იყო პრაქტიკულობა, გამძლეობა და ტექნოლოგიური ინოვაციები. ავტოსამყაროზე განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა Mitsubishi-ის 4x4 სისტემებმა. Pajero, Lancer Evolution-ი და სხვები, რომლებიც დღესაც ლეგენდებად ითვლება. Outlander-ი Mitsubishi-ის უდიდესი წარმატებაა SUV კატეგორიაში. პირველი თაობა 2001 წელს გამოვიდა, მაგრამ ყველაზე დიდი გადატრიალება სწორედ ბოლო, მეოთხე თაობამ მოახდინა. სრულიად ახალი დიზაინი, უსაფრთხოების ტექნოლოგიები და პლაგინ ჰიბრიდ სისტემა, რომელიც ბრენდის ფლაგმანია. ახალმა Outlander-მა უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს მოპოვებაც მოასწრო. პრემიუმ მასალების და სალონის დიზაინის გამო. უსაფრთხოების მხრივ კი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა SUV-ების კლასში. ასევე იაპონიაში წლის ავტომობილად აღიარეს ინოვაციის კატეგორიაში.
და გამოცემა AutoPacific-მა საუკეთესო საშუალო ზომის crossover-ად აღიარა. ამ ავტომობილის ღირებულება შეადგენს 81035 ლარს, მაგრამ თუ გსურთ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ BB Leasing-ის 90%-იანი თანადაფინანსებით. რატომ BB Leasing-ი? დღესდღეობით რაც ჩვენ მოვიძიეთ ბაზარზე და შევადარეთ ფასები, ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ფასი აქვს BB Leasing-ს და ასევე მე პირადად 3 ავტომობილი მყავს შეძენილი BB Leasing-ის დახმარებით და გარდა იმისა, რომ საკმაოდ კარგი ტარიფი აქვს, ასევე ძალიან მოქნილი გადახდის სისტემა აქვს BB Leasing-ს. პირობებს შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გაეცნოთ საიტზე, სადაც ასევე არის ფასის კალკულატორი, შეგიძლიათ წინასწარ გამოითვალოთ თუ რამდენის გადახდა მოგიწევთ და რა ვადით, ხოლო რაც შეეხება თანამონაწილეობას, BB Leasing-ი აფინანსებს ავტომობილის ღირებულების 90%-ს, სხვა დეტალებისთვის შეგიძლიათ თავად დაუკავშირდეთ მითითებულ ნომერზე, ან კონსულტაციისთვის მიბრძანდეთ მისამართებზე. საკმაოდ რბილად დგას გზაზე, არ გვაქვს იმის შეგრძნება, რომ არის რაღაცა იაფასიანი ავტომობილი, არ არის ხისტი, არ არის ბრაგუნა ავტომობილი, სხვათა შორის თავით საკმაოდ კარგად უჭირავს და აღსანიშნავი არის ის, რომ ამ ავტომობილს აქვს super all-wheel drive სისტემა. მოკლედ, ეს რას ნიშნავს? მარტივ ენაზე რო ავხსნა, სადაც ჭირდება მეტი სიმძლავრე, კონკრეტულ საბურავს, იმ საბურავს აძლევს უფრო მეტ ძალას, რომ კარგად მჭიდროდ იდგეს ავტომობილი გზის საფარზე. ეს სისტემა ძალიან კარგია ნახევრად მოსვლებულ ზედაპირზე, იმ შემთხვევაში, რომ თავი დავიზღვიოთ და არ მოგვიცურდეს ავტომობილი. დაახლოებით იგივენაირად მუშაობს, რაც Alfa Romeo-ში ხდება Q4 სისტემა. საკმაოდ რბილი დაკიდების სისტემა აქვს, რაც ძალიან კარგია. ასევე ვიბრაციები გვაქვს საჭეში, როდესაც ზოლს კვეთ, უნებლიეთ, თუ არ გვაქვს სიმსიმა ჩართული და ასე შემდეგ. ამ ავტომობილს აქვს ასევე blind spot-ები, რაც გვეხმარება, რომ უკანა ხედვის სარკეში არ გამოგჩეს არაფერი. ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ძალიან კარგია. მე რაც ასევე ძალიან მომეწონა, აქვს ძალიან კარგი სენსორი, კარგად რეაგირებს შეხებაზე. აი მაგალითად ახლა გავხსნათ რადიო, გადავიდეთ აქ ჩეთყობინებებში, გადმოვიდეთ მუსიკაში, გადავიდეთ ზარებზე, ეხლა მობილურ ტელეფონი არ არის დაკონექტებული. მოკლედ ძალიან მარტივი და პრიმიტიული მონიტორის სისტემა აქვს, რაც ძალიან მომწონს. ყველაფერი გასაგებია და ძალიან მარტივია. აქედან შეგვიძლია პროფაილები რაღაცები შევცვალოთ, დავაყენოთ რაც გვინდა. ხედველობის არეალი მომეწონა ამ ავტომობილის ძალიან, კარგად და ნათლად ჩანს ყველაფერი, ეს გარების ხელს არ გვიშლის. არიზონა თითქმის არაფერი არ აქვს. ისეთი რომ ხელი შეგვიშალოს ხედველობაში. ასევე ძალიან მომწონს რომ ხედავთ ავტომობილის ჰუდს, რომელიც არის ულამაზესი, მართლა ძალიან ლამაზია, თავისი ფორმებიდან გამომდინარე. ზოგადად მიყვარს ხოლმე მსგავსი სტილის ავტომობილები, სადაც ეს ავტომობილის ჰუდი ჩანს და ძალიან სასიამოვნოა მართვის დროს. მე ჩემთვის პირადად. არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ ავტომობილის სავარძლები, რომელიც ძალიან კომფორტულია. ასევე გვაქვს ელექტროსავარძლები, შეგვიძლია აქედან დავარეგულიროთ ღილაკებით, ეს ყველაფერი გავწიოთ ან გამოვწიოთ წინ და უკან. საჭე არის ამ ავტომობილის ერთი სიამოვნება. არ გაბეზრდება ხელის მოკიდება. ისეთი სასიამოვნოა, კარგად ზის ხელში. არ არის ძალიან დიდი, არ ძალიან პატარა არ არის და ძალიან სასიამოვნოა მართვის დროს მოკლედ საჭესთან შეხება. რაც შეეხება ინტერიერის დეტალებს, აქ გვაქვს სათავსო, რომელიც არ არის ძალიან დიდი. ხელს თუ ჩავყობ დაახლოებით ეს ჩადის. ხელი შიგნით გვაქვს ასევე Type-C პორტიც, გვაქვს რამდენიმე სვლის რეჟიმი. ეხლა ჩვენ დავდივართ ეკო რეჟიმით. შეგვიძლია გადავერთოთ ნორმალზე, ასევე შეგვიძლია გადავერთოთ ასფალტის საფარზე. ეს ძალიან საინტერესო არის. ასევე აქედან შეგვიძლია გადავერთოთ, გადავიყვანოთ, ასე ვთქვათ, გრავის საფარზე. ასევე გვაქვს თოვლის საფარი. თოვლის საფარზე სასიარულო და ტალახში სასიარულო, რომელიც ალბათ უფრო აგრესიული იქნება. ესე ძალიან საინტერესო იქნება ამის გატესტვა. კაი, გადავიყვანოთ ნორმალ მოუდში და ვაგრძელოთ სვლა. რაც შეეხება კრიტიკოსების შეფასებას. ახალი Outlander-ი ყველაზე დიდი ნახტომია Mitsubishi-ის ისტორიაში ბოლო 15 წელიწადში. დიზაინი საბოლოოდ გადავიდა ბიუჯეტური SUV-დან რეალურად პრემიუმ ვიზუალზე.
მართვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია მშვიდი, კომფორტული, სტაბილური და ძალიან იზოლირებული. ერთადერთი მინუსი, რომელსაც ხშირად ახსენებენ, არის ძრავის ხმაურიანობა მაღალი დატვირთვისას და CVT კოლოფის ტიპიური ქცევა. გავჩერდით ესეთ მშვიდ, ლამაზ და წყნარ ადგილას, სათიბეში, სადაც დეტალურად მოდი მოვიხილოთ Mitsubishi Outlander-ის ვიზუალური მხარე. პირველ რიგში რაც თვალში გვხვდება, არის აი ძალიან დიდი ცხაურა, რომელსაც Dynamic Shield-ის სახელით იცნობენ Mitsubishi-ის მოყვარულები, მომხმარებლები და ასე ვთქვათ, ვინც დაინტერესებულია ამ ავტომობილით, ის საზოგადოება. ძალიან თავად ასევე დიდად გვხვდება Outlander-ის წარწერა. სხვათა შორის მსგავსი რამ ხდება Range Rover-ებში ხოლმე, ძირითადად დატანილი თამამად თავიანთი ბრენდის სახელწოდება. ასევე ვხედავ ძალიან ბევრ ქრომს. ყველგან ქრომი გვაქვს ამ ავტომობილში. გვერდებში, წინა მხარეს და თითქოს მოგვაგონებს ცოტა 90-იანი წლების ავტომობილებს, როდესაც უფრო აქტიურად გამოიყენებოდა ქრომი. დღესდღეობით ნაკლებად გვხვდება ხოლმე ავტომობილებში, განსაკუთრებით მომწონდა ხოლმე ჯერ კიდევ Force-იდან, სადაც ხშირად გვხვდებოდა ხოლმე ქრომირებული დეტალებით ავტომობილები და განსაკუთრებით ქრომირებული დისკებით და აი ნოსტალგიას მიღვიძებს, ასე ვთქვათ და ჩემთვის პირადად ძალიან მისაღები და სასიამოვნოა ბევრი ქრომის ხილვა ავტომობილზე. უმეტესი ადამიანები, რა ვიცი, უბრალოდ აშავებენ ხოლმე მათ. არა და მე მგონია, რომ უხდება და დიზაინში საკმაოდ კარგად ზის. ავტომობილს თუ გვერდიდან შევხედავთ, სიმპათიურია. ძალიან იხდენს 20 დიუმიან დისკებს, რომელიც ასევე ქრომირებულია და მე ძალიან მომწონს ბევრი ქრომი ავტომობილზე. კანტები რაც აქ და ხაზები ავტომობილს ძალიან ლამაზად არის გამოყვანილი. ბევრი ნამუშევარია, ამასაც ეტყობა ერთი შეხედვით. ასევე მომწონს ამ ავტომობილის აი ზედა მხარე. სადაც გვაქვს ასევე სამაგრები, სადაც შეგვიძლია თხილამურები დავამაგროთ, ასევე დამატებითი საბარგული დავამატოთ და რაც მე პირადად ძალიან მომეწონა, არის აი ეს. აი ეს მინის ფორმა. ძალიან უცხოა. და ძალიან მომწონს. აი ესეთი დეტალები ძალიან სასიამოვნოა ხოლმე ავტომობილში, როცა გვხვდება. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, როგორც ჩვენ ვიდეოში ვნახეთ, ძალიან კარგი ხმის იზოლაცია აქვს ამ ავტომობილს, რაც არის თხელი, მაგრამ ორმაგი მინის დამსახურება. ესე ცოტა გამიკვირდა. მაგრამ თავის საქმეს ძალიან კარგად ასრულებს. რაც შეეხება ავტომობილის უკანა ნაწილს, სპოილერი და აი ეს კანტები, რომელიც კრავს სპოილერს. ბევრ ავტომობილში არ გვხვდება. სხვათა შორის ბოლოს რო გადავიღეთ X3 M50, ზუსტად ესე იყო და იქაც ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა და აქაც ძალიან მომწონს. რომ შეკრული არის და კარგად გამოიყურება სპოილერი და მართლა ობოლი ბავშვით არ არის მარტო. ასევე რაც დასაფასებელი არის, ქვედა მხარეს არ არის გამოკვეთილი. კი, ეს არ არის ფუნქციური დიფუზორი, ეს უბრალოდ დიზაინის ელემენტია, მაგრამ არ არის ფეიქი, არ გაქვს იმის შთაბეჭდილება, რომ აი აქ მაყუჩები უნდა იყოს. როგორც Chevrolet-ში ნიკელის ფაქტურით იყო წარმოჩენილი. მოდი ჩავიხედოთ ახლა საბარგულშიც და ვნახოთ რა სივრცე დაგხვდება შიგნით. დიდი საბარგულია, დანამდვილებით შეგვიძლია ეს ვთქვათ. ეს ალბათ იმის დამსახურებაც არის, რომ ეს ავტომობილი არის 7 ადგილიანი. ამჟამად გადაწეულია მესამე რიგის სავარძლები, რაც გვაძლევს ძალიან დიდ ფართ შიგნით. არ ვიცი, ალბათ 4 კი არა, 8 ადამიანის ხელბარგით ჩაეტევა ეხლა როგორ მდგომარეობაში არის ისე საბარგულში. დანარჩენი რაც შეეხება გადმოვწიოთ კიდევაც ვნახოთ, უკან ამხელა ადგილი გვაქვს მესამე რიგს როცა გავშლით, შესაძლებელია თუ არა ბავშვების გარდა ზასული ადამიანების ჩასვლაც. აქ ასევე დანარჩენი რაც ხდება საბარგულში მესამე რიგის სავარძლების თავის მისადები, ერთი და მეორე, ხდება ავტომობილის დომკრატი და საბუქსირები. მეტი არაფერი. ხო, გადმოსაწევები სავარძლების. ეხლა კი მოდი ვნახოთ თუ რამხელა ადგილი გვაქვს იმ შემთხვევაში თუ მესამე რიგის სავარძლებსაც გავშლით. და რამდენად მარტივია ზოგადად მესამე რიგის სავარძლების გაშლა. აქ გვაქვს ორი ცალი სახელური, რომელსაც გამოვწევთ. ამ სახელურის გამოწევის შედეგად სავარძლები გადადის წინ, რომ მარტივად ამოვწიოთ მესამე რიგის სავარძლები. აუცილებლად მოსახსნელია აი ეს პანელი,
რომელსაც ახლა ჩამოვიღებ და განვათავსებ. აი აქ, ეს დავდოთ და ამოვწიოთ ჩვენი მესამე რიგის სავარძლები. ეგ არის. ეხლა კი რაც შეეხება ფარტს, ამ შემთხვევაში ბევრი ადგილი აღარ დაგვრჩა. ალბათ 1-2 ცალი ხელვარგი რო ჩავდოთ და ამ შემთხვევაში უკვე გამოგვადგება აი ეს დამატებითი საბარგულის დასამაგრებლები, რაც გვაქვს უკვე სახურავზე. მესამე რიგის სავარძელზე სამწუხაროდ მე ვერ ვეტევი, მაგრამ ჩემზე ბევრად გამხდარი ადამიანი თავისუფლად ჩაეტევა. მე წლებს ვეტევი. მოდი ახლა ვნახოთ უკან როცა ადამიანი ზის, წინ ამ ხელა ადგილი გვაქვს. კაი. ვიწროდ ვარ, მუხლებიც მიდებული მაქვს სავარძელზე, წინა სავარძელიც მიწეული არის წინ. ხო, ცოტა დისკომფორტი იგრძნობა, მაგრამ საერთო ჯამში ბავშვი რო იჯდეს უკან, მე მგონი იდეალურია რა. მაინც დასრულებისთვის ვერა. მოკლედ, რამხელა სივრცე გვაქვს ავტომობილის უკანა სავარძლებზე, როცა არ გვაქვს მესამე რიგის სავარძელი გაშლილი. სივრცე საკმაოდ დიდია, ფეხები თავისუფლად შეგვიძლია გავშალოთ, ასევე თავზევითაც ადგილი საკმარისი გვაქვს. ინტერიერში დამატებით რაც ხდება არის განათებები, რომელიც მუშაობს სენსორზე, ასევე მობილური ჩასადები მგზავრობის დროს. აქაც პატარა სათავსოა, სადაც ალბათ შეგვიძლია პლანშეტი მოვათავსოთ ან სხვა ელექტრომოწყობილობა, აქაც სტანდარტული დოკუმენტების ან ქაღალდების ჩასალაგებელი. ასევე გვაქვს უკანა სავარძლების გათბობა, რომელიც შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ სიცივეში. აღსანიშნავია, რომ ამ სავარძლებს კიდევ აქვს უკან გადაწევის საშუალება, უნდა გადმოვიდეთ ავტომობილიდან, ისე გადავწიოთ და შეგვიძლია უფრო კომფორტული გავხადოთ მგზავრობა. ასევე, თუ მაგალითად მზემ შეგვაწუხა, როგორც ახლა მე მაწუხებს, ამ შემთხვევაში ასევე გვაქვს აქ ბადე, რომელსაც ამოვწევთ, აქ თავის სამაგრები აქვს, ამ სამაგრებზე დავამაგრებთ და უფრო კომფორტულს გავხდით ავტომობილით მგზავრობას. ავტომობილის ინტერიერში გვხვდება პრემიალური მასალები, ძალიან რბილი მატერია არის ყველგან და სასიამოვნოა შესახებად. ვენტილირებადი სავარძლები გვხვდება, რომლებიც არის გათბობა-გაგრილების სისტემით აღჭურვილი, რაც ასევე ხას უსვავს ამ ავტომობილის პრემიალურობას. აი ეს მატერიალები რაც აქ არის, არაფერი არ ხმაურობს, ძალიან რბილია ყველაფერი. აქაც ძალიან კომფორტული არის ხელის დასადები, რაც ძალიან მიყვარს, აი უხეში არის ხოლმე უმეტეს ავტომობილებში პლასმასის და ეს რბილია და კომფორტულია მგზავრობის დროს. ავტომობილი აღჭურვილია 360 გრადუსიანი ხედვის სისტემით, რაც უსაფრთხოებისთვის ძალიან კარგია. აქ გვაქვს სათვალის ჩასადებიც, ბევრ ავტომობილში არ გვხვდება და ეს მომეწონა და პანორამული ჭერიც. ხო, რაც შეეხება აუდიო სისტემას, გვხვდება Yamaha-s აუდიო სისტემა, კარგი ჟღერადობა, კარგი ხმა, სასიამოვნო მოსასმენია. ყველაფერი გვხვდება ღილაკებზე აბსოლუტურად, აი რაც აქვს რა ფუნქციები ავტომობილს, ასაჭიდან შეგვიძლია ყველაფერი გადავრთოთ, ასევე გაგრილება, გათბობის სისტემები აქედან მართოთ ყველაფერი, ასევე მონიტორის ისე შეგვიძლია ხმის აწევა, დაწევა, გადახვევა, გადმოხვევა, კამერა, რავი, დღე-ღამის რეჟიმში გადასვლა, რაც არის, ყველაფერი შეგვიძლია ვაკონტროლოთ ღილაკებით. აი ადამიანურად არის გაკეთებული რა, აი არ ვიცი, აი არის ბევრ ახალ მოდელებში ყველაფერი სენსორზეა უკვე რა და უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვისაც პირადად მე მაგალითად ყურადღებას მიფანტავს, რომ აი გეძიო რაღაცები, შეხვიდე ან მონიტორიდან რაც კონტროლდება ხოლმე, ან აქ აი რომ მიდიხარ მაგალითად იცი რა, ხვდები რომ აჰა მოკიდე ხელი აწიე იქ, ან დააჭირე, სად დაჭერ, როგორ აჭერ, ან თუ არ დახედე ვერ დაინახავ ესე ვერ მიეჩვევი რა. ხო და ყურადღების გამფანტავი არის ეგ ყველაფერი და აქ გვაქვს ადამიანური ნორმალური აი ესე ვეძახი ღილაკები. ყველგან ღილაკები. ასევე სიჩქარის გადამხდელი ხდება ჯოისტიკის სტილის. ამ შემთხვევაში მაუსივით არის ცოტა. ეს შეგვიძლია ამოძრაოთ როგორც გვინდა. გადმოვიყვანოთ, რეჟიმები არაფერი არ არის სტანდარტული, პარკინგი, ნეიტრალი, რევერსი, დრაივი და მანუალი უკვე საიდანაც პადელ შიფტერებით მართავთ, რომელიც ასევე დაყვება საჭეს.
ბევრს აი ეს პლასმასები, რაც აქ ხდება, შეიძლება იგონოს დიზაინის ელემენტი. მაგრამ ეს ასე არ არის. ეხლა ახსნი ზუსტად რისთვის არის გაკეთებული ეს ყველაფერი ავტომობილზე. როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყანაში გვაქვს სხვადასხვა კლიმატი. ეს ავტომობილი შეიძლება იმყოფებოდეს ისეთ ქვეყნებში, სადაც ძალიან ხშირი არის უამინდობა, თოვლი და გზაზე მარილიც ხშირად ხდება ხოლმე. ზოგადად ავტომობილებს ესეთ რთულ პირობებში ხშირად ეწყებათ ხოლმე კოროზია. აი ეს პლასმასები სწორედ კოროზიისგან იცავს ამ ავტომობილს და თანამედროვე ავტოწარმოებაში ეს გამოცდილებამ უკვე აჩვენა და ნელ-ნელა დაიწყეს ავტომწარმოებლებმა მსგავსი ელემენტების დამატება ავტომობილზე, რომ უფრო დიდხანს გაძლოს ავტომობილის მეტალმა. ავტომობილი აღჭურვილია 2.5 ლიტრიანი ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 185 ცხენის ძალას და 245 ნიუტონ-მეტრს. ავტომობილის წონიდან გამომდინარე, არ არის რაღაცა ისეთი მონაცემი, რომ გაგვიკვირდეს და აღვთოვანდე და ვაუ, თქვათ ამ ყველაფერზე. 0-დან 100-მდეც, დაახლოებით 10 წამი სჭირდება ამ ავტომობილს. არ არის რაღაცა სწრაფი ჩქარი ავტომობილი, მაგრამ იმ სეგმენტისთვის, რისთვისაც ეს ავტომობილი არის გამოშვებული, ალბათ უფრო საოჯახოდ, მე მგონია, რომ საკმაოდ ნორმალური არის. ახალი Mitsubishi Outlander-ი არის ავტომობილი, რომელმაც ბრენდი სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. დიზაინით, ინტერიერის ხარისხით, ტექნოლოგიებით და უსაფრთხოებით ის უკვე კონკურენციას უწევს ისეთ მოდელებს, რომლებიც ადრე უფრო მაღალ კატეგორიაში ითვლებოდა. თუ გინდათ გამძლე, კომფორტული, უსაფრთხო, ეკონომიური და ვიზუალურად ეფექტური SUV, Outlander-ი ნამდვილად იმაზე მეც გაძლევთ, ვიდრე მისი ღირებულებაა. თუ გადაწყვეტეთ ამ ავტომობილის BB ლიზინგის დახმარებით შეძენა, მაშინ ყოველთვიური გადასახადი 1872 ლარიდან იქნება. ძალიან კარგია ესეთ მშვიდ, წყნარ და ლამაზ ადგილას ყოფნა, რასაც ასევე უფრო ალამაზებს ჩვენი Mitsubishi Outlander-ი. და კიდე ახლა თქვენ დაგემშვიდობებით და დავტკბები ამ ლამაზ ადგილას ჩვენი ავტომობილის ხედითაც. და ამ წლის ბოლო გადაცემა რა იქნება იმის გარეშე თუ არა კურიოზები? რა თქმა უნდა. ჩვენი კურიოზები, რომელიც ძალიან საინტერესო ამბები გადაგვხდა თავს, კადრს მიღმა და გვინდა რომ თქვენს გაგიზიაროთ მოკლედ. შენ პირდი რომ რაღაც ბრენდის ავტომობილი, რაღაცა ბრენდის ავტომობილზე რომ ცუც ვიძახი ხოლმე, იმასაც ჩავსვამ. იმას ისედაც ვსვავთ ხოლმე. არის ხოლმე იქ რაღაცეები, რასაც შენ არ ეხა რო დაიწყებ ეს ყველა ასოზე, მაგას ვერ ჩავსვავთ. ეს ხდება ხოლმე, როცა ფრანგულ ავტომობილებზე მიდის საუბარი. ხო და რატო გეზიზღება მე ვერ ხვდები ფრანგული ავტომობილები? არ ვიცი, მეზიზღება საჭირო. რავი, რამდენჯერად ჩემ ავტომობილზე დაждები, უნდა ვიყიდო. გამონაკლისებიც არსებობენ. აჰა. ერთი გამოუვიდათ და ვთქვათ, რომ გამოვიდათ და ვაღებთ. შენ ხომ მოგწონს სპორტული ავტომობილები? კი. Clio ხომ მოგწონს? RS ჩემი, ტროფი. ფრანგული ავტომობილის ხომ მოგწონს? მომისმინეთ, ფრანგული ავტომობილისთვის კარგია. მისმინე, ხომ მოგწონს? ფრანგული ავტომობილისთვის კარგია, მაგრამ თუ Clio-ს შევადარებ, არა, მარტივად პასუხი. Clio რა კლასის ავტომობილიც არის? ხომ მოგწონს? მომწონს, მაგრამ Megane ხომ მოგწონს? ტროფიერი ხომ მოგწონს? Megane ტროფიერი ხომ მოგწონს? არა. ტროფიერი Megane არ მოგწონს? არა. და ყიდვას რო აპირებ? უღურე, მომისმინე. ან კონკრეტული პასუხი მიხარი, მოგწონს თუ არ მოგწონს? მაგაზე გაგცემ ახლა პასუხს. შენ შეიძლება მოგწონდეს რაღაცა ავტომობილი და დაახასიათო კარგად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ავტომობილი არის საუკეთესო. არა, მაგას არ ვიზახი, რომ საუკეთესოა, მაგრამ ხომ მოგწონს? და მე მაგას ვთქვი, momწონს, მაგრამ საუკეთესო არ არის. Peugeot 208 GTI მოგწონს? არ მომწონს. რატო? იმიტომ რომ არ არის საუკეთესო ავტომობილი, არ არის საუკეთესო წინაწამყვანი. შენ ხო გყავს Clio? კი. პირველ გადაცემაში მე ხო ვიძახი რომ არ მომწონს თქო. ხო. მე მოვიყვან Honda-ს ნებისმიერ მოდელს. ამის კონკურენტი მოვიყვანე FN2. FN2? ხო. მოდი არა, FN2 არა. არა, რატო არა? იმიტომ რომ თავის არა, მომისმინე ამის რომელი შენი ავტომობილი? ჩემი ავტომობილი არის 14-იანი. 14-იანი, ხო, მაგრამ რეალურად 220 ცხენი ზალა აქვს ამას. რეალურად ჩემი FN2 გამოდიოდა იმ დროს აკრას. 16-ში ხო გამოდიოდა. 16-ში გამოდიოდა, მაგრამ იგივე. არ მინდა, ყველაზე ძველ ტაიპერს მოვიყვან. რატო?
ხო, აი, არ არის ერთმანეთთან. ყოველანებაში თუ ეჯიბრებით, ყველა და ყოველანებაში არ ვეჯიბრებით, ანუ იმის კონკურენტი ხო უნდა იყოს. კაი, რამ რომელი მოვიტანო? რომელი მოვიტანო გერბ მოიტანე, ხო, მოიტანე, აბა ვერ მოიყვა, მოიტანე. ვერ მოიყვა, უნდა მოვიტანო, მართლა უნდა მოვიტანო. FN2 ტაიპერი მოიყვან და შევაჯიბროთ ყველაფერში. ბჭო, FN2 ტაიპერი შოვნა, ძალიან გამიჭირდება საქართველოს. არ გაგიჭირდა, მე გიშოვე. კაი, სადვია. შევაჯიბროთ. სადვიაროთ. ლილოშიც და რუსთავშიც. კოტეტას. კი. კოტეტას ხო იცი შენს რო კლიო მოუგებს. ნახოთ. ხო იცი რომ მოუგებს. ეგ გამოჩნდება. მოდი ბარემ სანამ გადავალთ კურიოზებზე, მითხარი შენი ფავორიტ ტესტ-დრაივი რა იყო მდინარე სეზონში. მოკლედ, ვიტყვი რომ Alfa Romeo-სადმი ყოველთვის ვიყავი სკეპტიკურად განწყობილი, მაგრამ დღეს გადავწყვიტე, რომ ჩემი ერთ-ერთი ავტომობილი, რის ყიდვასაც ვაპირებ, იქნება Alfa Romeo. ანუ იმდენად მოგეწონა. კი, იმდენად მომეწონა, რომ აუცილებლად ვიყიდე Julius. ძალიან საინტერესოა. მე პირადად რაც გადავიღე ამ სეზონში, M5 იყო ჩემი ფავორიტი და Cooper, John Cooper Works. აი არ ვიცი, აი ვერ ავარჩევ. იმდენად მომეწონა ორივე ავტომობილი. John Cooper Works-ი მეც ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი სამართავია, მაგრამ ანუ ყოველდღიურად შენ დაბერდი უკვე, გინდა გემბი კომფორტულად გადაადგილება. ყოველდღიურად სამოცრაოდ, რასაც ვიყოლიებდი, ეს არის Alfa Romeo და აი რატო იცი? იმიტომ რომ შიგნით რო ჩაჯდები, იმდენად ხარისხიანი მატერიალებისგან არის დამზადებული, რომ აი ძალიან მაგარი არის. და ნებისმიერ ახალ Mercedes და BMW-ში რო ვჭდები, ძალიან დიდი ბოდიში BMW-სთან და Mercedes-თან, მაგრამ ირგვლივ არის სულ პლასმასი და სულ არახარისხიანი დეტალები. რა, ამიტომ Alfa ამ ეტაპზე არის საუკეთესო და ნებისმიერ ახალ BMW-ს და Mercedes ყოველთვის რაღაც პრობლემები აქვს ხოლმე რა. მოკლედ, რა ვქნა Alfa მომწონს. ამ იმედგაცრუებით ეხა განახებთ ჩვენ კურიოზებს მიმდინარე სეზონში და მე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. სადრო ვიქნები, გითხარი და დავიწყებთ. კი, ეხლა. კანი წავიდა. უკანა მგზავრებისთვის საკმაოდ დიდი ადგილია, მინდა ვთქვა, ახლა ვერ ვიტყვი რომ რაღაც როგორც ეს კლასში ჩავჯდები და ესე კარგად გავშლი ფეხებს, ისე გავშლით ხوكაც ფეხებს, მაგრამ ციკ ჩაეცუდი სიტყვა. გამარჯობა, მიესალმებია ჩემი ამ ადამიანების ხენია რომ და არ ვიცი რა, ანუ просто გული ამიჩქარდა და ვეღარ ბაზრობ რა. არსებობს პატარა გულაჩოკი და არსებობს დიდი გულაჩოკი. ძალიან მარტივად ხსნი, რომ გასაგები იყოს. აი ხა შენ როგორც ქართველი პროფესორი, აი ეს ტიპები რო არიან რა პროფესორები რა. მანქანა რო ცხოვრებაში არ უტარებიათ ან 1-2 ჯერ ყავთ ნატარები და რო გამოხტებიან ხოლმე და არ მომწონს ხ***ბა. რატოა ხ***ბა? იმიტომ რომ შენ გადაწყვიტე რომ ფუ პროსტა სადმე წაიკითხი ან ვიღაცას უყურე. კინა რომ წავუწა რუსთავში მოტოციკლით ჩამოვიდა ჩემო ჯახმა ეგ არიცის. როდესაც 4-კარიან ავტომობილს ვყიდულობთ, ყველას გვაქვს ხოლმე იმის სურვილი, რომ ძალიან ტევადი იყოს ხოლმე, რა ქვია. საბარგული ხო, თავიდან რა. წვრილი თვალების გამო ავტომობილს გონია რომ ძღოლს ეძინება და აჩერებს. სულას. ანუ ეხლა წარმოიდგინე ეთნიკური ნიშნით ჯერ ვერ განავითარეს ეს ყველაფერი. ნუ ალბათ რთულია ძღოლს რო თვალები ეხუჭება. რაღაცა ეს გზნობს აღიქოს ალბათ ისე რომ წვრილი თვალები რახანა აქ ეხუჭება და ჩერდება რა. ჩინელი ადამიანი რომელსაც წვრილი თვალები აქვს. აი ვაფშე ამოიღეთ. მოიცო, თქვა ერთ დაუნთავროთ. არა, ეთნიკური ნიშნით თქვა. და რასიზმით იმენა. მაინც იაპონური ავტომობილია და ალბათ უფრო აზიელების აღნაგობაზეა გათვლილი. ბატერები არიან რა. ძალიან აქტუალური არის რომის პაპირო გარდაიცვალა ახლა. მობილები, ასე ვთქვათ რა. კი ბატონო. ძალიან მრავალფეროვანი პარკი ჰქონდა. მე მახსოვს რომ G-კლასი. G-კლასი აჩუქეს სპეციალურად ახლა, მაგრამ გაასვენეს RAM 1500-ით. ნუ გეცინებდა ხავს. კაი. ხო, Mercedes-მა ახალი G-კლასიც Mercedes-მა ახალი G-კლასი აი, ზევა არ თქვა რა, რომის პაპი ამოიღე. კაი. Mercedes-მა ახალი G-კლასიც გადასცა, მაგრამ აი.
1500-ით გასვენს. ტიპა რა დაიბარა. კაი. კაი, არ გამაცინო, всё. აი, არჩენ აღარ გაიგე. მე ოქნა შენი სინი და რო იწყებ ეგრევე იცინი. კაი. Mercedes-მა ახალი. კაი, всё. სერიოზული სახე მიიღე პროსტა რა. შეიძლება რა გაიცინო. Mercedes-მა ახალი G-კლასიც გადასცა. კაი. всё, დამშვიდით, რო გვაქვს ცოტა. Mercedes-მა ახალი G-კლასიც გადასცა. სათხარდანო. კი, ძალიან. მოგესალმებით, დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება საქართველოს დრაგის სერიების დამფუძნებელი ბატონი გიგი ტუღუში. ჯორჯიან რეისინგის დრაგის სერიების. თუ დრაგ რეისინგის? აი, ახლიდან. თავიდან. კამერაში იყურე. ეყურები რა გინდა. მოგესალმებით, დღეს ჩვენთან სტუმრად არის საქართველოს დრაგის დრაგის სერიას ეძახი, აუქნაც ბო. ის დრის სერიები. მოგესალმებით, დღეს ჩვენთან სტუმრად არის Georgian Drag Racing-ს. დამებრა ბიჭო. რა ხელასახელი დავარქით რა იყო. ჯორჯია. Drag racing სერია. всё. Drag racing სერია, всё. კამერაში. Drag series, ხო? Drag racing series. Drag racing series. მოგესალმებით კიდევ ერთხელ დღეს ჩვენ შემოგვიერთდნენ სტუდიაში Georgian Drag series დამფუძნებელი. დაგიბრუნდით ისე ახალი სტუმრებით, დღეს ჩვენთან სტუმრად არიან ჯორჯიანის ჩომოიძო. სტუმრის ბლოკის წამდგენია Top Speed. კაი, ეს პატარა პრანკი. ხოლმე პრიუსის ბრძოლების ვხვდები. თურმე არ ველოდებოდით. მე გეტყვი სტატისტიკა. ეგ რატო წაიგითხე გაფიცებ ხა? просто დამაინტერესა რა. სიკვდილით რატო ვიწყებთ გადაცემას? ამიხსნა შენ. არ მინდა ბიჭო ეს დიზაინერი. დაიკიდე დიზაინერი. რა ვთქვა? ეგა. всё. მორჩ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია პირველი საავტომობილო გადაცემის წამყვანი და ავტორი მიხეილ წულუკიძე. მოგესალმები. მოგესალმებისთვის ჩვენთან გადაცემაში რომ გამონახეთ რომ მადლობა რომ დამპატიჟეთ, მომიწვიეთ. მადლობა რომ გახსოვართ. რა თქმა უნდა, მაგას რა დაგვაუწყებს ახლა. მაგის დაიწყება შეუძლებელია. მაგაზე გავიზარდეთ თაობები ასე ვთქვათ. და ისა. მიხეილ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? რატომ ავტომობილები და აი რა იყო ის ინსპირაცია ამ ყველაფრის? სულ თავიდან დავიწყოთ? სულ თავიდან დავიწყოთ. დავიწყოთ იქიდან რომ ტელევიზიაში უფრო დიდი ხნით ადრე მოვხვდი, ვიდრე ეს გადაცემა გავაკეთეთ. ეს იყო ჯერ კიდევ მაშინ ცოტა ბნელი 90-იანი წლები, როცა მაესტრო იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემა და პასიანსი. აი ზუსტად მაგ პერიოდში მე მოვხვდი ტელევიზიაში და მაგის მერე ნუ ვიყავი რეჟისორის ასისტენტიც, ბევრი რაღაც იმ პერიოდში ხო გახსოვს კლიპების ბუმი იყო და სარეკლამო კომპანიები წამოვიდნენ წინა პლანზე. აი მაგაში ვიყავი ჩართული, ვიღებდით კლიპებს, რეკლამებს და ბევრს ახალისო ისეთ პატარ-პატარა როლიკებს და გავიდა პერიოდი დაარსდა უკვე მე ტელეკომპანია იმედი. იქაც მოვხვდი როგორც პროდიუსერი და როგორც რეჟისორი, საეთერო ბადემება რა, მაგრამ გადის რამდენიმე თვე და მივხვდი რომ ჩვენს მაყურებელს სჭირდება რაღაცა ცოტა განსხვავებული, იმიტომ რომ არხზე ქონდა ძალიან ბევრი სპორტული გადაცემა, იყო ფეხბურთი, კალათბურთი, მაშინ ძალიან პოპულარული იყო ძიუდო და ბევრი ოლიმპიური ჩემპიონები ყავს, ხო? ხო და ზუსტად მაგ პერიოდში გადავწყვიტეთ მე და ჩემი პატარა გუნდი შევკრიბე რომ გაგვიკეთებინა საავტომობილო გადაცემა. და რა თუ არა, სახელიც მსგავსი, საიმედო ავტო დაერქვა მას და ეს იყო ეთერში გავედით უკვე 2004 წელს. რა პატარები ვიყავით მაშინ ჩვენ. ჩვენ მაშინ მარტო პატარები ვიყავით. 2004 წელს, იმიტომ რომ აი დღეს უკვე ძალიან ბევრი ბლოგერია, ხო, ასე ვთქვათ, იუთუბერი, ფაქტიურად ძალიან გამარტივდა ყველაფერი. ჩვენ დროს არ იყო ესე, ჩვენ დროს იყო დიდი კამერები, პატარა GoPro არ არსებობდა, რა თქმა უნდა, და საერთოდ ინფორმაციის მოძიებაც არ არსებობდა. ვერ საიდან ვერ მოიპოვებდი, იმიტომ რომ YouTube ფაქტიურად გამოჩნდა 2008-9 წლიდან და აქტიური იყო 2010-11-ის მერე.
ხო და ნუ მაგასაც მივალთ უკვე, მაგრამ ეს იყო საავტომობილო გადაცემა, რომელიც ჭირდებოდა ხალხს, რომელიც პირველ რიგში ჭირდებოდათ ჩვენ სპორტსმენებს, ავტოსპორტსმენებს, იმიტომ არავინ არ აშუქებდა, არავის არ ადარდებდა რუსთავში რა ხდებოდა მიტოვებული ავტოდრომი და თავისთვის იქ თავის ჭიას ახარებდნენ, მაგრამ ნელ-ნელა დღეს რა შედეგიც მივიღეთ, კი ხედავთ. კი, უკვე ძალიან განვითარდა იმის მერე. კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სპორტსმენი, ვინც გამოჩნდა თვითონ გადაცემაში, მე უკვე სტიმულიც ჰქონდათ, რომ მე სპონსორებთან მიდიოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ აი მე საიმედო ავტოში ვიყავი, იქ სამეულში მოვხდი, პოდიუმზე ვიდექი. იყო ის მომენტებიც, რომ მე მთხოვდნენ, რომ ამ მომეკრიფა გადაცემიდან რაღაც კადრები, პატარა კოლაჟი გამეკეთებინა პირადად მისთვის, რომ მე სპონსორებთან წასულიყო და ეჩვენებინა, რომ აი მე კაი მრბოლელი ვარ და რაღაც. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი ასე ვთქვათ პირველი ნაბიჯები. მაგრამ ნუ თავარი თემა ის იყო, რომ პადრი პატარკაციშვილს ძალიან უყვარდა ავტომობილები და დავიწყეთ რა თქმა უნდა მისი პირადი ავტოფარეხიდან და მივყევით და უკვე ძალიან ისეთ ექსკლუზიურ ავტომობილებზე გადავედით. სულ ჯამში 400-ზე მეტი ავტომობილი ყავს, ხო როგორ? ჯამში ხო 450 რაც დავთვალეთ, 450 ტესტ დრაივმა გადაღებული. პირველი ავტომობილი რა იყო, რაც გადაიღეთ. პირველი 3 გადაცემა ერთად ჩავწერეთ ერთდროულად, 3 ავტომობილი მოვიყვანეთ, ეს იყო Ford Mustang-ი, ეს იყო ერთი ცოტა განსხვავებული ავარჩიეთ off-roader-ი, Dodge Durango და ცოტა ისეთი განსხვავებული და ყველასთვის საყვარელი ავტომობილი უნდა ყოფილიყო ერთი გამორჩეული და ეს იყო Jaguar XK8, რომელიც მაშინ ეკუთვნოდა გიორგი ქინქლაძეს. და პირადად გავედით მასზე, მოგვიყვანეს ეს მანქანა და ну ეს იყო ძალიან დიდი ეფექტი მაყურებლისთვისაც და რა თქმა უნდა ჩემთვისაც ის შეგრძნება რომ ეს მანქანა პირველი კაბრიოლეტი შეგრძნება რამდენად ქონდა აი ავტომობილებს რომ გაძლევდნენ ხოლმე იცი რა იყო თავიდან პირველი ნაბიჯები რო იყო აი გადაღების რამდენად იყო ეგ თავიდან ჩვენც ვერ ხვდებოდით რა შეიძლება საფრთხე ყოფილიყო რომ როგორც პატარა ბავშვს სანამ არ ეთქვი რომ დაეცემი გეტკინება მანამდე ანუ მანქანებს იღებ ჩვეულებრივად მე იმედის ფაქტორი რა თქმა უნდა უკვე 4-5 გადაცემა რო გავიდა ეთერში სადაც მივდიოდით რა თქმა უნდა უკვე ყველგან გვეუბნებოდნენ რომ ნუ იმედია და მოგცემთ მანქანას ეს მოხდა ერთ პატარა იმასაც გეტყვით ისტორიას Mercedes-ის ცენტრი იყო ცოტა სხვანაირი ადრე იგივე ადგილას, ოღონდ პატარა მოგზალებული და ძალიან ბევრი მანქანა ეტეოდა. ხშირად მივდიოდი ხოლმე სანახავად. და ერთხელაც რომ მივედი, რაღაც განსხვავებული დიზაინის მანქანა დგას, ჯერ არ ვიცი რა არის. ეს იყო CLS-ი. 350, რომელიც აი ვერ მივხვდით, მე და ჩემი მეგობრები მივედით, რაღაც ფრინავითებში იმას დავებდნენ, ხო რაღაც ეფექტი, ისეთი დიზაინი ქონდა რა. როცა პიკი იყო მრგვალფარიანი Mercedes-ი, აი მაგ პერიოდს გეუბნები. აქედან უკვე ძალიან ხო და დგას ეს მანქანა და რომ მივედით, რაღაცა იქ თხოვე რომ კარი გაგვიღეთ რაღაცა და აი ესე გვინდა თქო რომ რაღაცა პატარა ტესტ-დრაივი გავაკეთოთო და ნუ თვითონ ერთ-ერთი მენეჯერი ვინც იყო თვითონ მითხრა რომ თქვენ ხო იმედიდან ხართ მე უყურებ თქვენ ერთი ორ გადაცემასო და მოგცემთ მანქანას გაიარეთო და გადაიღეთ ტესტ-დრაივი და ნუ ეგ იყო აი ხო როგორი რაღაც აი პატარა ნერვიულობები უკვე მე მანქანიდან დაიწყო იმიტომ რომ პიროვნება როცა გაძლევს მანქანას სულ სხვა შეგრძნება მაგრამ აი სალონიდან ნუ ნოლი გარბენით მანქანა რო გამოყავს რომელზეც ჯერ პარკებია და მით უმეტეს მოგცემენ ის უფლებას რომ პარკებიც გადააძრო და მანქანით გაიარო ეგ უკვე სულ სხვა პასუხისმგებლობა ხო ისე ინციდენტი რამე თუ ქონია ხოლმე სუბუქი ალბათ სუბუქი ინციდენტი აი მაგალითად მდინარეში თუ გაივლი რაღაც ჯიპით და ჩავრჩენილ ვართ მაგალითად ქვებში და იმ დროს ვერც მივხვდით ბუქსაობის შედეგად დისკები დაიკაწრა პატარ-პატარ რაღაცები ყოფილა მოცურება თოვლში ოდნავ სუბუქი შეჯახება იქ ბორდიულთან რაღაცა თორე ისეთი არაფერი სერიოზული არაფერი ღმერთმა დაგვიფაროს ჯერ არ გვინდა შორს ჩვენგან და ყველას უსურვებ რომ ვინც ამ საქმეშია იმიტომ რომ ძალიან ძვირიან მანქანებთან გაქვს შეხება და იქ კი რაღაცა ექშენია და იქ რაღაცა გამოხატავ შენ რეაქციას რომ ეუბნები მაყურებელს 160-ით 180-ით მიდიხარ მაგრამ ვინც მართლა არ იცის ტარება მინდა ხაზი გაუსვა რომ ნუ გაუთამამდებიან ეხლა მე პატარა გამოცდილება მქონდა მაინც წრიულ რბოლაზე მიულია ნუ აღმართზე 1-2 და სულ პირველი ჩქაროსნული სლალომი რესპუბლიკის მოედანზე რო ჩატარდა მაშინ პირველი ადგილი ავიღე და ამის შედეგად მაინც ნელ-ნელა უკვე ცდილობდი რომ მაინც არ გავთამამებულიყავი რა იმიტომ რომ რისკის ფაქტორი 20-30% მეტი არა რა შეყოლაც იცის ახლა რაღაც თან შენს კიდე რომ კაი გამოვიდეს ეფექტური იყოს რაღაცა ისეთი და
მაინც მე გინდა არ გინდა ცოტა თამამდები ხოლმე მაგრამ ხო აი თქვენც იგივე საქმეს აკეთებთ ხო შეიძლება ბევრმა გითხრას რომ რა გენაღლებად კაი მანქანებით დადიხარ არა პასუხისმგებლობა ხელა პასუხისმგებლობაა და თვითონ აი ეს შეგრძნება პასუხისმგებლობის გარდა წარმოიდგინე ეს მანქანა არჩენი არ არის ისე ვერ დადიხარ თან ბევრ ამაზე ფიქრობ ოპერატორზე კადრზე ტექსტზე ყველაფერზე და ის არ არის რომ შენ მოეშვა და მე იმით მანქანით რაღაც სიამოვნება მივიღე არა ძალიან რთულია 2-3 საათში ამთავრებ ყველაფერს სუფთა პროფესიული საქმე და ემშვიდობები მანქანის ის მანქანაც ისეთივეა როგორც საკუთარი მე რა ყველაზე ისეთი ავტომობილს რაც გაიხსენებ რომელიც გადაიღე დაგამახსოვრდა და შემდეგ უკვე ფიქრობდი რომ ან შეგეძინა ან ფიქრობდი რომ აი ოდესმე ეს ავტომობილს ვიყოლიებ დრაივიდან გამომდინარე კი სხვათა შორის სულ მე-4-მე-5 მანქანა რომელიც გადავიღეთ ეს იყო GL-ი Mercedes-ი რომელიც მაშინ აი პარკებში პირველად ნახე და აი სუნიც კი მახსოვს იმ მანქანის და თქვი რომ მაშინ ძალიან ძვირი ყიდა 120,000-ზე მეტი რა თქმა უნდა მაგრამ რომ გავიდა წლები და მანქანა ცოტა ფასი დაუვარდა იმის მერე მქონდა მანქანის მოამი რომ აღეთქი ამ მანქანას როდესმე ვიყიდი თქო რა თქმა უნდა ასევე იყო S-კლასზე Mercedes-იც რომელიც ნუ წლების მერე შევიძინე იყო რაღაცა Lexus-იც ნუ შეიძლება სხვა მოდელი მოგეწონოს და იმის ხათრით სხვა მოდელი იყიდო მიხდი აი ეგეთი რაღაცები ყოფილა რა თქმა უნდა მაგრამ აი მართლა შეგრძნება რასაც ქვია და მართლა მანქანის სიყვარული არ ვიცი აი ალბათ ბევრს არ აქვს იმის საშუალება რომ ეტარებინა Aston Martin. ხო, კი. სასწაული შეგრძნება. და იგივეს ვიტყვი Maserati-ზე. Maserati-ს აქვს ზუსტად იგივე ვარიანტი. აი Ferrari ხო უფრო ხისტია და უფრო სხვანაირად დგას და რა თქმა უნდა ნებისმიერ ადამიანს რო კითხო Ferrari-ო გეტყვის. მაგრამ როგორც კი ერთი კვირა ორივეს მიცემ სატარებლად ხო და ორივე გეყოლება. მიხვდები რომ ის ჯობია. იმიტომ რომ ის გათვლილია რბილგზე იმაზე. უფრო ხო აი კეჩები აქვს ამოკრული, არც ხმაურობს, კენჭები არ ეყრება და სხვანაირი კომფორტი აქვს და სხვანაირად გა. თუ კიდე ახლა პატარა წაგონკავება ჩაადგევ და ნუ გაძლევს მაგის საშუალებას და ნუ რა თქმა უნდა არის ესეთ მანქანები რაც მერე და მერე გიყვარდება. ხო. თანამედროვე მანქანებზე რას გვეტყვი? დღესდღეობით უკვე ძალიან ბევრი ელექტროავტომობილია, ძალიან ბევრი ჩინური ბრენდი გამოჩნდა, საერთოდ ახალი რომელსაც დაახლოებით 4-5 წლის წინ არც ვიცნობდი. ყოველ დღე მე მგონი თუ არა ყოველთვე ახალ-ახალი ბრენდები ჩნდებიან და რას ფიქრობ ამ ავტომობილებზე? საერთოდ ელექტროავტომობილებზე რა აზრის ხარ? ჩინელები ისე არიან უკვე დანო რომ ორი ძმაკაცი რო შეიკრება რა აქვთ რა მოდი მანქანა გავაკეთოთ და ეგრევე მიდიან და ხსნიან წეთს. ეგრევე ხო. იმიტომ ძალიან გამარტივდა. ბოლო-ბოლო ჩახვალ დუბაიში 3-4 მანქანას წამოიყვან და ნუ უკვე შეიძლება ერქვას რომ პატარა ავტოცენტრი გააკეთა. იცი რა არის ამ ყველაფერს წლები ჭირდება ხა ჩვენ მithumetes ბოლო გადაცემებში Great Wall იყო ესეთი ჩინური და პირველი რომელიც შემხვდა რომ აი სრულიად ჰიბრიდი და ნუ ძალიან რაღაცა ისე უყურებდით ამ ყველაფერს. თუ სიმართლე გითხრათ მე არ ვიყიდი. არასოდეს სრულიად იმას ელექტროავტომობილს. ცოტა ჰიბრიდს და შერეულს რა თქმა უნდა კი, მაგრამ ჩემთვის მაინც შიდა წვიძრავი ყოველთვის პირველი იქნება. და მე კიდე რა ვიცი ხა თუ გავიხსენებთ კომუნისტების პერიოდიდან ტროლეიბუსებზე სუქალები იყვნენ ძოლები და რატო არ სვავდნენ მე მგონი მოგეხსენება. დღეს რო 16 და 18 წლის ბიჭი სრულიად ელექტროავტომობილზე დაждდება იმას უკვე 5-6 წელიწადში პოტენციასთან რა პრობლემები ექნება არ ვიცი ხა ანტირეკლამა არ გამომივიდეს მაგრამ არ უნდა ისდე ყოველდღიურად ყოველ შემთხვევაში ნუ გულისხმობ აი ხა ვინც ტაქსაობს ან რაღაცა ხო ყოველდღიურად შეიძლება მეორე მანქანად ყავდეს მესამე მანქანად მაგრამ აი მე იმის ნერვი არ მაქვს რომ ახლა თბილისიდან ბათუმში რო წავიდე სადმე ქუჩაში გავაჩერო და მანქანას ტენო კიდე და ან უკანა გზაზე ხო ხდე ჯერჯერობით ახლა იმდენი ვერ რო იქნება ალბათ დასატენის საშუალება როგორც бенზინის შეიძლება ნუ მე ოღონდ მეორე მანქანათან მესამე მანქანა პირველი არის ეხა ევროპაშიც ხო ქონდათ რომ 35-დან უკვე რომ სრულად ელექტრო უნდა იყოს ყველა ავტომობილიო რა 35 წლიდან უნდა ყოფილიყო და ეხა დაიხიეს უკარო არა იმიტომ რომ იცი რა არის ისტორია რასაც გვეუბნება 1800-იანი წლების ბოლოს ჯერ იყო ელექტრომანქანები პირველი მე რატომ Porsche ელექტრო პირველი მე უცებ აღარ აწყობდათ ეს მაგნატებს ნავთობმაგნატებს მე უცებ ეს ყველაფერი ჰოპ მუჭატეხეს ხო ესე გვერდზე გადადეს და მოდი აი ნავთობმა ამოხეთქა მოდი გავყიდოთ бенზინი რატო არ არის წყალბაძე რატო არ არის სრულიად ელექტრო აი წყალბაძე ხა იწყებს უკვე იაპონია კი ბევრი დაიწყო Toyota-მ დაიწყო აქტიურად მუშაობა კი ხო და რატომაც არა
ივესალმები მე. ეხა უფრო რაღაცა ეკოლოგიურ ამბავს მიაწერეს ეს ელექტროავტომობილები, რასაც მაგრამ მეორე კუთხით თუ უყურებ ავტოქარხნებში რაც გამონაბოლქვია და ბევრად უფრო მძიმე არის გამონაბოლქვი, რასაც სიტყვაზე შიდაწესწავლიანი ავტომობილები გამოყოფენ. მაგაზე ვსაუბრობთ გაკრას გზაში რომ მოვდიოდით რა. უფრო დამაზიანებელი არის ელექტრომობილის წარმოება, ვიდრე რას გამონაბოლქვიცა ამ ავტომობილებს. ის ერთი ადგილიდან არის და მთელ ქალაქს მოედება და ეს კიდე ბევრი მანქანა ქალაქში. მაგრამ არის ხასიათით აი არ ვიცი ხა შეიძლება არ მიტარებია ეს სწრაფი ჩინური ავტომობილი ან ზოგადად ელექტროავტომობილი რა. მაგრამ ხასიათებით აი ვერ მოდის რა ბენზინის. ვერა ხო? აი არა რა. აი ბევრისგან გამიგია აუ რა მაგარი აჩქარება აქვს. კი, აჩქარება ნამდვილად. აჩქარება რო აქვს, იმასაც დაუკვირდით, მოსახვევში თუ შედის ეგ იგივე სისწრაფით, ან ვინმე სწორზე კაი ჩაადგი და კაი შეგრძნება და მგზავრს აკვირვებს. საერთაშორის ხა წყულთარბოლა რო იყო ბოლოს. კი. ტესლა მოიგო. კი, ტესლა მოიგო, მაგრამ მოიგო აჩქარების ხარჯზე. მაგრამ მოდი ერთ რაღაცას ვიტყვი რა. საბურავი ეხენა ეხლა ძალიან კარგი. ლიო არენა არის ძალიან პატარა ტრეკი. და დაშლილი ტესლისთვის ლიო არენა იდეალური ადგილი არის. აი მისთვის ზედ გამოჭრილი. პატარა ადგილებში ძალიან კარგად ჩქარდება. ის სიმძლავრე აქსელერაციის პედალს რო ეხები ეგრევე გაქვს რა. არ ბუქსაობს და ასე ვთქვათ 4-ვე წამყვან. არა აქვს ბენზინის შიდაწვის ზრავისავით ის პრობლემა რომ რაღაც კონკრეტულ ბრუნზე უნდა მივიდეს რომ სიმძლავრე გამოიმუშავოს და აი რუსთავში როგორი საინტერესო იქნება კარგ მომზადებულ ავტომობილთან რას იზამს. ალბათ აი დიდ მოსახვევებში გაუჭირდება მარტო სწორზე აჩქარდება ხო ეგ იქნება. ალბათ სწორზე რამდენადაც ჩქარი არის ის ექნება მარტო რა სხვაობა. მაშინ ერთი გამოსილი მძღოლი უნდა დავსვათ ორივეზე. რო ხო იმ მივიღოთ შედეგი ისე ვერ გავერგა. არა აი სიმხიარული არა აქვს რა. არა სამწუხაროდ არა. მირჩევნია წავაგო და ვიარო იმითია. ჩემი აზრით სრულიად აწყობილი ტესლა მაგ მონაკვეთს ვერ ურის. თუ არ დაამსუბუქო. ეხლა მე დრაგზეც ხო იყო ელექტროების ზეგ თალკი გაიტანეს. ამოიღეს საერთოდ. დრაგი ჩემპიონატს რო უყურებ ელექტროავტომობილების გას საერთოდ ამოიღეს. ნუ იმიტომ რომ ვეღარ ეწევა ვერავინ ეხლა 400 მეტრზე ისე მიდის რომ ხო გრაფია. ნამდვილი ავტომოყვარულები ვაღიარებთ რომ შიდაწვის არის საუკეთესო. კი. ეგ სულ სხვა ხასიათია, სულ სხვა დგომა აქვს და კიდევ წინა წამყვანიან სულ სხვა ხასიათი აქვს, 4-ვეს კვადროს და ფორმატი სულ სხვა ხასიათი აქვს, ხო? იგივე აი არის მანქანები, რომლებიც რალისტვის არის შექმნილი, ხო, მაგალითად. აი კაკრას ფრანგულ ავტომობილებზე საუბრობდი ჩვენ, სანამ დავიწყეთ. აი რას გვეთქვი შენი აზრით? ხო და აი ზუსტად აქ მე ჩავერთე, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნავყოფი. რალის შემდგომ აღმართის დაძლევა რასაც ქვია რა და სხვათა შორის ძალიან ბევრი ქართველი ბოლელი გამოდიოდა, მინდა ყველა მოვიკითხო აქედან. და სხვათა შორის კაი შედეგები დადეს იმ პირობებთან შეფარდებით, რაც იმათ ჰქონდათ ახლა. როცა 200,000 და 300,000-იანი Peugeot გიდგას გვერდით და შენ 7-800 დოლარიანი მანქანით ხარ ჩასული, ხო, რაღაცა Citroen Saxo-თი მაგალითად აკეთ ემახსოვრება ჩვენს მეგობარს, მეულძმელაძეს. ძალიან ისე გვიყურებდნენ თავიდან, რომ ამით რა უნდა ქნაო, მაგრამ როცა მეორე ადგილს აიღებ და იმ მანქანებს აჯობებ, ხო ხდები მე უკვე მე სხვანაირად გიყურებენ. იმიტომ რომ აქ თურმე უკვე მძღოლი ბევრ ამას წვეთს რა და არა ვთქვათ მანქანის ხარისხი. ხო და კი არის ესეთი მანქანები, რომლებიც ხო აი Peugeot და Citroen-ი, ნუ Renault-ს ახლა რაღაცა იმაზე ეწევა, ფორმულაშიც არის ეს მანქანები და მაინც იმკვიდრებენ ადგილს, ხო? საერთოდ მანქანის სისწრაფე და მანქანის ხასიათი გამომდინარეობს რა სპორტში იღებდა მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, ხო? რალზე გვხდება აღმართის დაძლევა და თოვლიანი გზები, სადაც ნუ რა თქმა უნდა წინაწამყვანი და კვადრო ყველაზე კაი ვარიანტია. ფორმულაში გვხდება უკვე კი იცით ისეთი ბრენდები, ნუ Mercedes-ი, McLaren-ი და ეხლა Aston Martin და Toyota და რაღაცები, ნუ Ferrari თავისთავად Ferrari-ზე უკვე Ferrari რაღაცა ბოლო წლებში. ხო, ისე ვეღარ, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ეს ქარხანა Fiat-ი მაინც ყოველთვის არის და ჩემთვის მაინც საყვარელ ავტომობილად დარჩება, რასაც Fiat-ი უშვებს. ეს არის Ferrari, Lambo და Alfa Romeo-ების
ახალი კლასი. დანოს ძალიან მოეწონა ალფა რომეო. მე ჩემს აღმოჩენა იყო, იმიტომ რომ ძალიან სკეპტიკურად უყურებდი ალფა რომეოს ყოველთვის მოგეხსენება შენს, რომ ალფა რომეოს საქართველოში ძალიან პრობლემური ავტომობილი არ ქონდა ის. არც ცენტრი იყო არაფერი და არც სერვისი იყო და არც კვალიფიციური ხელოსანი იყო ავტომობილის, ვინც გააკეთებდა და გერმანულ ნაწილებს უყენებდნენ იტალიურ მანქანებზე, რომ იქნება რაღაცა წავა მიდის ხელოსანი რო გეტყვის, ხო იცი ეს წავა მეშინია და გადის 1-2 კვირა და ნუ ჩაიშალა რაღაცა. მე ისიც მახსოვს, რომ ერთ-ერთი Mercedes-ის ერთ-ერთ მოდელს ჰქონდა ძალიან ცუდი საწვავის შეფრქვევის სისტემა, კადჟეტრონიკი თუ რაღაცა ქვია და ესეთ ამბავს შევსწრები ვარ, რომ ეგრეთ წოდებული ჟიგულის კარბურატორი დაუყენებიათ ამ ავტომობილს. შეფრქვევის სისტემა რა. ამასაც შევსწრები ვარ ერთ-ერთ. შეიძლება ხო თუ ვიღაცა თავისით გადააკეთებს რაღაცას ხო ხა თუ ავიღებთ რომ BMW-ს ქარხანა ერთ დროს კომუნისტების დროს გადმოიტანეს და პირდაპირ დადგეს რუსეთში, მოსკოვში და დაარქვეს მოსკვიჩი და ძალიან ბევრი მოდელის კოლოფი პირდაპირ მიდიოდა მათ ძრავებზე. გასაკვირი არაფერი არაა ხო? მოსკვიჩის ძრავი ძალიან გავს ემაც. ჰულიგანკაში იტო ესეთი ძრავი ემაც. გავს კი არა იმ პერიოდში შეიძლება ერთი და იგივე არის და მე მგონი კოლოფებიც მინდის ერთმანეთში. ხო, აბა ეხა მიშა, ისე არ მოგენათ რა. ტელევიზია თუ მანქანები? მანქანები, ტელევიზია, ტესტ-დრაივები. ეს რა არის მანქანების რაოდენობაზე ვისაუბრეთ ხო? ეხა ადამიანი ზოგი შეიძლება 10 მანქანა არ ყავდეს ნატარები ჯამში ხო ცხოვრებაში და ეხა 450 მარტო ტესტ-დრაივის გადაღება ხო უკვე და 500-ზე მეტი სიუჟეტი. ისიც სხვადასხვა თემებზე და იყო ჩვენ მაშინ იმედი რა ხარ მახსენი ქონდა რუბრიკები ცნობილი ადამიანები, მათი პატარ-პატარა გამოცდები, რაღაცა ტესტ-დრაივის ვარიანტში მართვის მოწმობის ბილეთები ქონდა დაბეჭდილი და პირდაპირ ეთერში ვაკითხებდით რომ რამდენად სახალისო რო ყოფილიყო რა და მონატრებით კი რა თქმა უნდა ტელევიზიას მაინც ვერ ვეშვები ასე ვთქვათ რა გინდა არ გინდა კარგია რომ აკეთეთ ხა თქვენ გაგახსენდით ცოტა ხნის წინაც ვიყავი მე ძალიან კაი არხი გაქვთ მინდა ხაზი გაუსვა მოვიკითხო ყველა თქვენი ხელმძღვანელობა და რა ვიცი რატომაც არა თუ იქნება რაღაცა საინტერესო შემოთავაზება თქვენაერი კარგი წამყვანები რა ხო არ დაგვემატები მაგრამ ვიცი შეიძლება ნახოთ ჩაიაროს ახალმოწლებმა და მე ნახოთ რატომაც არა იმიტომ რომ მანქანის სიყვარულს ვერ ამოიგდებ გულიდან ვერც თავიდან რა იმიტომ რომ ბავშვობიდან საიდან თან ჩემ ბავშვობაში ეს დეფიციტი იყო ეხლა ბევრს უთქვამს რომ საიდან მართლა რატომ მოგივიდა ეგ აზრი ხო მაგრამ არ იყო ერთი შეიძლება BBC სადღაც თუ ტელევიზიაში მუშაობდი დაგეჭირა ის არხი და რაღაცა გენახა მაგრამ ზუსტად აი Top Gear-ის 1-2-მა გადაცემამაც მაშინ ჯერ ჟურნალებში იბეჭდებოდა არც იყო ტელევიზორში არ თქონდა დანახი ხო კი და მე უკვე ხო გეუბნები მე უკვე ხელი მიგიწვდება ყველაფერზე და ინფორმაციას ნახულობ ხო თორე ხა მანქანას რო ტესტავთ რა იცით მის შესახებ ხო არაფერი სანამ არ გაივლი ან თუ რა მესში Google-ში თუ ნახავ რაღაც პატარა ინფორმაციას ხო ჩვენ ახლა ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ გადავიღოთ ეს ავტომობილი ისე რომ აი ემოციები რასაც დაგვიტოვებს ეს ავტომობილი აი მაყურებელს გავაცნოთ წინასწარ არ ჩვენ არ იმეშვებით ხოლმე რა შეიძლება რაღაც ხენის ძალა ვნახოთ რამდენი აქვს კი უბრალოდ ნიუტონმეტრი რამდენი აქვს მაგრამ ის ნახე და ეს არასდროს არ დაგამახსოვრდება აი 1-2 წლის წინანდელ გადაცემას რო უყურო მე საკუთარი გადაცემა რო მინახოს ვა რა იცით ხო მიკითხო ხო იმიტომ საიდან იცით ანუ რატომ უნდა გისმინო ხო აი ეგეც არის ზოგს ექშენი მოწონს ზოგს მოწონს ინფორმაციის კუთხით მიღებული ხა ბევრს უთქვამს რომ მაგალითად რაღაც მანქანის ყიდვა მინდოდა მაგალითად სიტყვაზე BMW F8-ის ან რაღაც F40-ის ან რაღაც და მინდოდა მენახა ტესტ-დრაივი ვეძებდი შენ ტესტ-დრაივს უყურე რაღაცები და მომინდა ამ მანქანის ყიდვა ხო ეგეც ყოფილა ხო კი იმიტომ რომ ნუ რაღაც ინფორმაცია მიიღო იხდი და ჩვენ ყოველთვის გადაცემის წინ ქონდა პატარა ის რა ქვია ისტორიული მონახაზი რომ საიდან მოდის ეს მანქანა მაგალითად ნუ ახლა Lamborghini-ზე რო სიუჟეტს აკეთებ ახლა ყველა მოდელს არქმევენ თავიანთ სხვადასხვა ხარების სახელებს ხო მაგალითად და უკვე მე ხვდები რომ ეს მანქანა რატომ მიამსგავს ეს ამას ხო ხვდები და ნუ რაღაცა თავის ისტორია ყველაფერს და ეს ყველაფერი კაია რომ მაყურებელთან მიგაქვს კი თორე მარტო ექშენი და კაი კადრები ბევრი ვერ გიფასებს ამ კაი კადრს მე სხვათა შორის ძალიან ბევრი კარგ ოპერატორთან მიმუშავია მოვიკითხავ ყველას აქედან ლევანისაც ლაშასაც და ძალიან ბევრ კარგ ოპერატორთან რომლებმაც ეს ყველაფერი ჩემთან ერთად ისწავლეს მივხვდი
მაგ პერიოდში ხა მანქანის კი არა, მარტო საინფორმაციო დონეზე თუ ქონდა გამოცდილება. ან რაღაც ფეხბურთზე. მაინც სპეციფიური ავტომობილის გადატანა. აპარატურაც არ იყო ისეთი, რომ არ იყო ხო მაგისთვის დიდხანს მემზადებოდით. არა, აი GoPro-ს მაგივრად ჩვენ ავაწყეთ პატარა mini DV რო იყო, ხელო კასეტები რო ქონდა ხო გახსოვს? აი კასეტა 3 დიდ პრისოვსკიან შტატივზე, რომელიც მანქანაზე გარედან ეკრობოდა, გარედან ამოყვავდა, მიღებდა იქიდან ფანჯრები ჩაწეულნა ყოფილიყო, პლუს ხმა, მეორე კამერა ხმას იწერდა და ოპერატორს ჰქონდა ბეტაკამი თუ გახსოვთ, აი, ამღება კასეტა. და მე ამ ყველაფრის დამთხევა, მე მუსიკა კასეტიდან გადაწერა, გამოწერა, რაღაც თუ ჩაიხვია კასეტა, ნუ ის გადაცემა გაფუჭებული იყო და ეს დღეს არ არის, მობილურით იღებენ უკვე. მობილურით ძალიან გამარტივებული არის. ჩვენ ისიც გვაქვს გამარტივებული, რომ აი შენ დაიწყე 2004 წლიდან. 2004 წელში ინტერნეტიც არ იყო ესეთი აქტიური, სმარტფონები არ იყო და ავტომობილზე ელემენტარული ინფორმაციის მოძიება ძალიან რთული იყო. ჩვენთვის ახლა დღევანდელობაში ძალიან გამარტივებული არის. კი, მე მახსოვს უცხოური ჟურნალები იყო, იქ ინგლისურიდან თარგმნიდით, ქართულად, რომ რაღაც ამოგვეღო ის ინფორმაცია, ხო? რომ და ის მანქანა მიგვიმს გავსებინა რა, ხო? ხვდები? არა ძალიან ყოფილა რომ მაგალითად Mercedes იღებ S-კლას, მაგრამ S-კლაზე ვერ გიპოვია იმ წლის ინფორმაცია, E-კლასის ინფორმაცია მიდის ამაზე, იმიტომ რომ ისტორია იგივე. მიდის. ნაწილებიც მიდის გადაჭრები. ისიც Mercedes ისტორიას ყვება ესეც. ხო, ის როგორ მოვიდა E-კლასამდე, ის როგორ მოვიდა S-კლასამდე და ვა ისტორია Mercedes-ი ხა, Mercedes-ია სახელი და გვარი რატო აქვს Mercedes, ხო, ყველამ ვიცით, ხო და ამ შემთხვევაში აქვს E-კლასზე მოყვები წინ თუ ეს წინ ხო მაყურებლისთვის ნუ მაინც იმიტომ საჭირო იყო ეს მაშინ ითხოვდა ამ ყველაფერს მაყურებელი და ეხლა აღარ ეხლა ჩაჯდებიან უცებო ტესტ-დრაივი თან რაღაცა მაშინ უნდა ყოფილიყო იყო რაღაცა ისინი ქონდა 10-15 წუთი ტესტ-დრაივი შემდეგ 1-10-15 წუთი და თლიანი გადაცემა გამოდიოდა 30-დან 45 წუთამდე წარმოიდგინე ხო ხო და ნუ მაშინ თან ახლა ვისაც როდის უნდა მაშინ იღებს და ახლა კვირა რო გადის და შაბათი დღე რო მოდის და მაყურებელი გელოდება მოდი აბა და გადაცემა არ კონდეს ვსად ხო ეს ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ახლა სატელევიზიო გადაცემა გვაქვს გინდა არ გინდა უნდა იყო მზად გვაქვს გაწერილი ზუსტად როდის რას ვიღებთ რას ვაკეთებთ და საკმაოდ რთულია ერთი ავტომობილის გადაღებას 2 დღეც უნდებით ხოლმე ხანდახან კი რა თქმა უნდა იქ ის კადრები გინდა ღამის კადრები გინდა ეს უფრო საათი რო დაიჭირო და აი ყველაზე ისეთი რაღაცა თქვენც გექნებათ ალბათ გამოცდილი როცა მაგალითად მოემზადე ტექსტი იცი ოპერატორები კამერები დატენილი აკუმულატორი ყველაფერი გამზადებული და დილით იმ ადამიანს ვისაც შევთანხმდი მანქანის ფლობელს ურეკავდა ტელეფონს არ იღებს აი რა გიქნიათ მაგ დროს რაში ყოფილა თუ არ ქონიათ ეგეთი ჯერჯერობით არა ნუ ალბათ ბევრი მანქანაც არ გადაგიღიათ ჯერ მაგრამ არა ისე რამდენი გვაქვს კი არ 50-მდე კი კაცო მეტი ხო და 200 რო აცდებით მე იქნებიან ეგეთი ადამიანებიც ხო ეგეთი საინტერესო ფაქტია ასე თუ ისე ხო იმიტომ რომ რა უნდა ქნა ხა ამ გადაღება თან ისე არ არის რომ ხვალაც გამოვიდეს ეგაც იქ ჩვენ დროს მაშინ იმედის დროს მით უმეტეს იქ განაცხადს აკეთებდი კამერა მჭირდება ეს ოპერატორს უნდა ეცალოს ხო ხდები და დამთხევები და ბევრი რაღაცები აი YouTube-ის გამოჩენასაც გავიხსენებ ჩვენს ავტოსფეროში ვინც მონაწილეობს ეცოდინებათ გიგი ტუღუში ჩვენი მეგობარი მოვიკითხავ აქედან ჩემ ერთად მუშაობდით გადაცემაზე რეჟისორიც იყო მემონტაჟეც და ერთხელ მახსოვს მეუბნება რომ არის ესეთი არხი გამოჩნდა რაღაცა ინტერნეტში YouTube-იო და რა არის მეთქი ერთი 10-15 კლიპი დევსო რა და ხო არ ავიღოთო იქიდან მუსიკებიო და რა ვიცი მეთქი თუ ლეგალურია თუ შეგიძლია იმიტომ რომ ძალიან კაი გემოვნება ქონდა თან რა შეეძლო იცი რომ უჩემოდ შეეძლო ჩაკეტილიყო ოთახში და მთელი ღამე რაღაცა ერთი კარგი კლიპი აეწყო რა და აი მუსიკებს ზუსტად მაქედან იღებდა და 2-3 წლის მერე ეს YouTube-ი უკვე კი გაივსო და ეს ადამდე ვარ კი იცი თითო ვიდეოს რო 7-10 მილიარდი ნახვები აქვს უკვე მიშა ძალიან მადლობა სტუმრობის ერიქით მადლობა თქვენ სურვებთ რა ყველაფერს საუკეთესოს წარმატებებს და რა ჩვენ სამომავლო გეგმებსაც მე გადავხდი ახალი წელიც მოდის მალე თქვენს გილოცავთ დამდეგს და ჩვენ მაყურებელსაც და ვისურვებდი და თქვენც გისურვებდით რომ 2026 ყოფილიყო განსხვავებული და უფრო ესეთი ნოვაციებით დახუნძლული. და თქვენთვისაც, თქვენი გადაცემებისთვისაც და საინტერესო ავტომობილები. ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ წინ არის საინტერესო ავტომობილები. გაიხართ, აბა წარმატებები. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.